ორებელი, კომუნალური ხარჯები, მედიკამენტური ხარჯები და მრავალი სხვა. ეს ელემენტარი საფრთხის ხარჯებიც კი არა, 12% და ამით ამაყობენ. ეს 300,000-ზე მეტი ადამიანი დაახლოებით. და აი რაღაც ძალიან დიდი ნაწილი ბავშვებიც აიღებს არსებულ შემწეობას, ვიცი ჩვენ პრობლემა რომელიც შეეხება ბავშვთა შიმშილს და სკოლებთან დაკავშირებით და ამაზეც ყოველდღე საუბარი. და აი ამ აქედან გამომდინარე ჩვენ როცა ვლაპარაკობთ და სწორედ ნახეთ ეს ძალადობრივი გამოსახლება წინა წელს გადავწყვეტეთ რომ ერთგვარად შეგვექმნა მულტიდისციპლინარული გუნდი რომელიც შეისწავლიდა აი ამ საკითხებს რამდენად არის ვალი საქართველოს მოსახლეობაში პრობლემური რა მასშტაბი აქვს მას და აი ამ მიდგომებით ეკონომიკურ ნაწილს, სამართლებრივ ნაწილს, სოციოლოგიურ ნაწილს რაღაცად შევავსებთ და კვლევები ამ მიმართულებით ძალიან სუსტია, ფაქტობრივად სახელმწიფო ამაზე არ მუშაობს, სტატისტიკებს არ აწარმოებს და მოგვიწია ნოლიდან დაწყება და ეგრეთ წოდებული საბაზისო კვლევა შევქმნით, რომელიც მოიცავდა 1200 ოჯახის გამოკითხვას, ანუ ეს არის ოჯახების კვლევა, სადაც გავიგეთ ჩვენ და ნახეთ მასშტაბები, რომელიც არის ოჯახებში. ხო, ჩვენ 44% საუბრობს, რომ აი ამ ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო 5 წელში მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, ან გაუარესდა. მხოლოდ 2% ლაპარაკობს, რომ მისი მდგომარეობა არსებითად გაუმჯობესდა. ამასთანავე უნდა ვთქვათ, ისიც რომ 25% საქართველოს მოსახლეობის მე-4-ს ყოლიან ყავს ემიგრანტი ოჯახის წევრი და ესეც ვიცით ხო, რემიტენტები გამოგზავნილების და დამოკიდებული ეკონომიკა ჩვენ. და აი ამ ყველაფერთან ერთად, როცა ჩვენ უყურებთ ძალიან მაღალ საპროცენტო განაკვეთებს, გავალიანებულ მოსახლეობას, უყურებთ გამოსახლების წინაშე არსებულ ადამიანებს და სახელმწიფო, რომელიც არის ამ შემთხვევაში სრულიად არაადეკვატური, არ პასუხობს ამაზე არანაირ გადაწყვეტილ გზებს, პირიქით რაღაც კოსმეტიკური ცვლილებების შექმნა, რომელიც შეიძლება აუარესებდეს კიდეც მდგომარეობას ქვეყნის მოსახლეობის და როგორ ხდება კანონი საბოლოო ჯამში შეიძლება რომელიც ემსახურება საბოლოოდ უფრო ელიტებს და ვერასდროს ვერ ჩამოდის და ვერასდროს ვერ პასუხობს მოსახლეობის მოთხოვნებს, ასევე ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ ეკონომიკურ ზრდაზე როცა ვსაუბრობთ, აი გუში რაც ლაპარაკა ირაკლი და ქართული ოცნებარისაც სულ საუბრობს, ეკონომიკური ზრდა, რომელიც ორნიშნა იყო ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, ახლა უნდა თქვათ, რომ ეს თანასწორობასთან, დოვლათის გადანაწილებასთან არაფერ კავშირში არ არის და დოვლათის უთანასწორო გადანაწილება ამ ქვეყანაში კიდევ უფრო გაზრდილია ყველა პარამეტრი და შეგიძლია შეხვიდეთ საქსტატის მონაცემებითაც, ჯინის კოეფიციენტი შეამოწმოთ, რომელიც აი ამას ითვლის და შკალაზე კიდევ უფრო მეტად გაუარესდა 2023 წელს ეს მონაცემები. მეც ბევრი ვარ გავაგრძელო, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქალბატონი მარინას მოსმენა ამ მიმართულებით, რომელიც პირდაპირ გადააწყდა იმ უსამართლობას, აი იმ უსამართლობის მთელ ჯაჭვს, რომელიც შეიკრება. ხო, ეს არის სახელმწიფო, რომელიც სათანადო არარეგულირებს, არ იქცევა ისე, რომ აძლევს საშუალებას ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს თუ შემდგომ კერძო მევახშეებს იმისა, რომ ადამიანების მდგომარეობა გაუარესონ და დატოვონ უსაფკაროდ. ამასთანავე დაუკვირდებით იმას, როგორ იქცევა სხვა ინსტიტუტები, რა შეება ეროვნული ბანკი, რომ ეს ასე არ მოხდეს, როგორი არის შემდგომ სასამართლოს პასუხი, აი ამ მთელ ჯაჭვზე ეს უსამართლობის ჯაჭვი, რომელიც არის შეკრული, შეგვიძლია ძალიან კარგად ისაუბრებს ამაზე და გადავცემდი ახლა სიტყვას მას. მოგესალმებით ყველას. ჩართულია. მადლობა ბრძანებისთვის და პირველში მადლობა ამ ახალგაზრდას, რომ ესე ინტერესდებიან აი ამ ძალიან რთული თემით, რომელიც მე უკვე ბევრი წლებია მომიწია ამასთან შეხება და აი ხა ზუსტად გუშინდელი ხდება 1 წელი აი შარშანდელი ჩვენი დარბევის შემდეგ, რაც მაშინ როცა შარშან პირველად რო გითხრეს, რომ ისევ ჩაინიშა გამოსახლება, იმიტომ რომ მანამდე 5 ჯერ ვერ გამოგვასახლეს, იქ რაღაცა დიდი ის ჰქონდა, მიუხედავად რომ ფული ხელში გვეჭირა და ვაძლევდით მევახშეს, მაგრამ ესეც კიდე ცალკე თემა აქვე ბარემ ჩავთავ, რომ არანაირი მედიაციას არ ცდილობს ხელისუფლება და არანაირი მედიაციას არ ცდილობს სასრულების სამსახური, რომ აგარიდოს ეს პრობლემა, ორჯერ მეც უხდი, მაგრამ არ უნდათ. და შემდეგ უბრალოდ მე მართლა ეს შარშან ესეთი გადაწყვეტილება მქონდა მიღებული, რომ აი ეს თან ვიცოდი, აი ბიძინა როცა დაბრუნდა მე-13 თუ მე-9 თუ მე-რამდენით ვეღარ დავითვლი და რო თუ ისე აი ზუსტად ვიცოდი უკვე, რომ ეს რაღაცა იცვლებოდა ძალიან კაფიოდ და ძალიან რადიკალურად. და სულ ვამბობდი, რომ ხო დაგვარდებენ, კარს გამოანგრევენ, სპეცნაზით მოვლენ. ეს მართლაც ესე მოხდა. უბრალოდ მე ვიყავი ამისთვის ძალიან მომზადებული ფსიქოლოგიურად, მარტო იმიტომ, რომ მე ისეთი რაღაცები მაქვს ნანახი, აი წლების მანძილზე, გორის გამოსახლება, სადაც ორ სულთანს ბავშვი დაკარგა.
იქ პატარა ბავშვის თვალწინ დედების და ბებია-ბაბუების ფრევა, ეს ოჯახების ბელა, სულ მქონდა ეს რაღაცა შინაგანი ჟინი, რომ აი ეს მომეწყო ქალაქის ცენტრში უნივერსიტეტთან. ოღონდ ეს ჟინი ახლა მარტო აკრიტიკული აზრი ხო არ იყო, ეს მინდოდა, იმიტომ რომ ვიფიქრობდი, რომ რაღაცნაირად ამ ხრივ კი სწორედ ვიფიქრე, იმიტომ რომ მე გაჩერდა ეს გამოსახლებები, ჩემი გამოსახლება იყო ბოლო გამოსახლება, 1300 ოჯახის გამოსახლება შეჩერდა 2003 წელს, ეს იყო 23 იანვარი, მთელი წელს მანძილზე დაგეგმილი იყო კიდე 1300 გამოსახლება და იმის მერე აღარ ყოფილა არც ერთი გამოსახლება და ჩვენ რაც შეგვეყება ჩვენთანაც მედიაციაზე წამოსვლა მოუწიათ, გადავეცით თანხა და ბინა უკან დაგვიბრუნდა. ანუ აბსურდი გამოვიდა ეს ჩვენ დარბევაც, იმიტომ რომ ისეთი სახე მიიღო ამ მოვლენებმა, რომ უბრალოდ უკან დაიხიათ. და იმის მერე გამოსახლება აღარ ყოფილა, მაგრამ ჩემთვის იყო ძალიან გულდასაწყვეტი ის, რომ აი ეს ხალხი, ეს დაზარალებული ადამიანები, რომელსაც მე მეგობრის სახლში ვცხოვრობდი რაღაცა პერიოდი, ვურეკავდი, ვთხოვდი, რომ აი არ ჩავაქროთ ეს მუხტი, გავაგრძელოთ რაღაცა პროტესტი, თქვათ, კანცელარიასთან, იმიტომ რომ კანონ პროექტი გქონდა მომზადებული, უკვე შეტანილი, რომ და ვითხოვთ ამდენი ხანი, ველოდებით, რომ კანონ პროექტი განიხილონ და მიიღონ და რაღაცა დაალაგდეს ამ მიმართულებით საკანონმდებლო ვითარება. და აი მაგრამ ჩემთვის აი ეს არის ზუსტად ყველაზე მძიმე, რომ აი ეს ადამიანები, რომლებიც არიან რაღაც დაზარალებულები ამ მევახშეებისგან და ბანკებისგან, არიან არა იმის როლში, რომ დაზარალებულები არიან და მართლა ყველანაირად მოატყუეს. აი რაღაც არიან შეშინებულები და დამნაშავის როლში არიან. ყველას აქ აი ეს დამნაშავის გარდა გამოჩენა არ უნდათ და თავის გამოყოფა არსად, იმიტომ რომ აი ეს გაემდაგობა მალავენ, არ უნდათ, ბოლო წუთამდე მიყვართ, მე ბოლო წუთს ისე რა თქმა უნდა, რომ იმედიებთ ხოლმე რომ მოუგვარებენ, მე არ გვარდებენ, მე რჩებენ მოსა. ამიტომ აი პირველ რიგში ხოლმე მინდა რომ ამ ხალხს უთხრა, რომ ნურაფის მოეშინიათ და რაღაც ამოვიღოთ ყველამ ერთად ხმა და ეს მივაღებინოთ, იმიტომ რომ ეხლა ვხედავთ რა ვითარებაა ქვეყანაში, მაგრამ ადრე თუ გვიან ესე ისევ მიუბრუნდებიან ამ გამოსახლების თემას. ესე არ გადავემდე, რომ მე ვიცი, რომ ეს მემახშეები თვითონ თავის თავს ვთვლიან დაზარალებულებად და იქ ძალიან დიდი უსიამოვნებაა, რომ ითხოვენ ამის გაგრძელებას და აღდგენას. ამიტომ პირველ რიგში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები მოვიდნენ, ყველა მისი შემტელეფონი ვისაც მოუნდება, ყველა შეუძლია რომ გამიკავშირდეს და არა მარტო მე და ბევრს და ამიტომ ეს აუცილებელი მგონია. ნუ გარდა იმისა, რომ ეს დღემდე გვიწევს ამ ჭარბოალიანობაზე საუბარი და უამრავი ადამიანი ცხოვრობს, იმიტომ რომ ვალი გადაიხადოს. და არანაირი რეგულაცია, არანაირი კანონის შეცვლას ცდილობაც კი მაშინ, როდესაც ყველა ვნახეთ, რომ ალბათონმა ნათელა თურნავა, ხო, რა გვარია? საათ ნახევარში ჩამოშალა ფინანსური სისტემა ვიღაცა კრიმინალის გამო უცებ შეცვალეს რაღაცა მთელი რაღაცა შიდა საბანკო კანონი, იმიტომ რომ ვიღაცა კრიმინალი არ დაზარალებულიყო. ესე იგი შესაძლებელია კანონის შეცვლა პოლიტიკური ნების შემთხვევაში და ნუ რა ვიცი, მე მიმაჩნია, რომ თუნდაც საბანკო ხელშეკრულების დონეზე მევახშეობას რო თავი დავანებოდა, მხოლოდ ბანკებს დაუბრუნდეთ. აი შიდა ხელშეკრულებების დონეზე არის ყველაფერი შესაძლებელი და ყველაფერი გამოსასწორებელი, რომ ბოლოს და ბოლოს კლიენტიც იყოს დაცული და არა მხოლოდ ბანკის ინტერესი. მადლობა დიდი. მე მგონი ძალიან საინტერესო იყო ეს მართლა ადამიანური ფაქტორი ამის ყველაფერსა და შემდგომ როგორ უწევს მე ალბათ მაინასთან ადამიანს შეიცვალა მთელი საბანკო და სამევახშეო სისტემის უსამართლობები ამ ქვეყანაში რაც ხდება. ეხლა გიასთან გადავიდოდი და მე მგონი საინტერესო იქნება სწორედ აი ამ კითხვებს გავცეთ პასუხი, როგორი კეთილდღეობა გვაქვს ჩვენ საქართველოში მათ შორის და ამასთანავე რა როლი აქვს აქ ეროვნულ ბანკსაც, ამაზეც მოკლედ რო ვისაუბროთ. მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ საზმაოსთან ხართ. ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც რუსთაველის გამზირზე დგას, ვინც ვერ ახერხებს ყოველდღე გამოსვლას, მაგრამ თქვათ აი გული შეტკივა დღეს რა პროცესებიც მიმდინარეობს იმაზე და ფიზიკურად თუ არა გულით თქვათ აქ არის და აი დღევანდელ თემას რომ მიუბრუნდეთ, დღესაც თქვათ ხო აი ორის გამოიკვეთა
რაზეც დგას რეჟიმი დღევანდელიც, გუშინდელიც, იმის წინანდელიც, რომ ეს არის ერთი თქვა ფიზიკური ძალა, რომელიც აი სამართალდამცავი ჭალებში ეს სამართალდამცავი მის საშუალებით ახორციელებს და მეორე არანაკლებ ესეთი ვთქვათ ბრუტალური ეს არის ვთქვათ აი ფინანსური კაბალა, რომელიც როგორც ბიკომ თქვა თითქმის ყოველ ჩვენგანს აწევს და ის არანაკლებ მძიმეა და ხანდახან კიდევ უფრო გვაშინებს ვიდრე ვთქვათ აი ფიზიკური ძალადობა, რასაც ვთქვათ ყოველი ჩვენგანი ისი მსხვერპლიც ყოველი ჩვენგანი შეიძლება გახდეს. თქვა ბიძგი როგორც თქვა ამ კვლევის იყო აი ქალბატონი მარინას შემთხვევა და მარტო არ იყო რა თქმა უნდა ქალბატონი მარინა იმ დროს იმ თვის განმავლობაში სამი ესეთი გამოსახლება იყო დაგეგმილი და ეს იყო თქვა ბიძგი რომ პლატფორმა კომენტარს თქვა დაეწყო კვლევა რა არის მიზეზები იმისა რომ აი ამდენი ადამიანი გამოსახლების საფრთხის წინაშეა და თან ეს გამოსახლება უმრავლეს შემთხვევებში აი სოციოლოგიური კვლევაც ამას აჩვენებს რომ უმრავლეს შემთხვევაში არის უკანასკნელი საცხოვრისიდან გამოსახლება, ანუ გამოსახლების შემდეგ საწავლენ ეს გამოსახლებული ადამიანები არავის არ ადარდებს, არავის გულისხმობს სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოებს. და როგორც ბიკომ თქვა ამ თემასთან დაკავშირებით რამე კვლევა ფუნდამენტური კი არა, ზედაპირული კვლევაც არ არსებობდა. დღესაც არ არსებობს და ეს ალბათ არის ყველაზე უფრო ცუდი რომ ამასთან დაკავშირებით საუბარი არ მიმდინარეობს და აკადემიურ წრეებშიც არავინ არ ცდილობს რომ თქვათ რაღაცნაირად მიზეზები გამოიკვლიოს, რადგან ეს რაღაცნაირად ტაბუ დადებული და რაღაც წმინდა იმასავით გახდა რომ საბანკო სისტემას არ შეიძლება შეეხო. ანუ ამ კვლევა როცა დავიწყეთ თავიდან თქვათ თითქოს კერძო მევახშეებზე გაკეთდა აქცენტი და ამ კერძო მევახშეების პრობლემას შევეხეთ, მაგრამ ნელ-ნელა მივხვდით და გვაჩვენა თქვათ პროცესმა რომ ეს ნელ-ნელა საბანკო სფეროზე გადადის და საბოლოო ჯამში თქვათ ეროვნულ ბანკამდე მიდის და რა თქმა უნდა არა მხოლოდ ეროვნული ბანკია თქვათ პრობლემის სათავე, ზოგადად სხვა ეკონომიკური სისტემის სხვა ისინიც რგოლებიც დამნაშავეა ამ ყველაფერში, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ასე ვთქვათ, ვისაც ხელეწაფება და უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ მსგავსი შემთხვევები არ იყოს, ეს არის ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკის ფუნქციებში მთავარ ფუნქციად სხვადასხვა წერია, რომ ეს არის ფასების სტაბილურობა, მაგრამ მის მოვალეობაში ასევე შედის მომხმარებელთა უფლებების დაცვაც, აქ საფინანსო პროდუქტების მომხმარებლები იგულისხმება და ასევე მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის კრიზისების პრევენცია და მათი მართვა. რაშიც ფინანსური კრიზისი იგულისხმება და ფინანსური კრიზისის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის სწორედ აი ესეთი ადამიანების არარსებობა, როგორიც არის თქვათ ქალბატონი მარინა. ხო? რომ დავიწყეთ ამის ეს რა ქვია კვლევა ძირითადად სამ შრედ ჩამოყალიბდა, ასე ვთქვათ, ფინანსურის, ეს არის კომერციული ბანკები, ვთქვათ, ვიზეც დგას მთელი ეს ფინანსური სისტემა. შემდეგ არის ცესხის გამცემი სუბიექტები, რომელზეც ასე ვთქვათ, შეზღუდვები და რომლებიც უფრო თავისუფლები არიან, მოდი ესე ვთქვათ, თავის მოქმედებაში და უფრო მძიმე პირობებით გასცემენ ცესხებს და მათთან ადამიანები მიდიან ისეთ შემთხვევაში, როდესაც კომერციული ბანკი არ გასცემს ცესხს და თუ უკვე ადამიანი ისეთ მდგომარეობაშია, რომ არც ერთი მათგანი თავის თავზე ამ რისკს არ იღებს, რომ ცესხი გასცეს, მერე მიდის უკვე ადამიანი კერძო მევახშესთან და ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ გადამისამართება ხდება ეროვნულისგან კომერციული ბანკიდან
სეგესში ან პირდაპირ თქვათ კერძო მევახშესთან რომ თავისი პრობლემა მოიცილოს თავიდან. ეს რას გვაძლევს რომ შემდეგ მაჩვენებლები ანუ ეროვნული ბანკი თავისი იმიდან პასუხისმგებლობას იხსნის ოფიციალურ სტატისტიკაში უკვე ესეთი ადამიანები ვინც კერძო მევახშესთან მიდის აღარ ხვდებიან და სურათი მახინჯდება ასე ვთქვათ რომ აი მაგალითად ქავატონი მარინა პრობლემული სესხების სტატისტიკაში არც გადის იმიტომ რომ მან თავისი სესხი კერძო მევახშის საშუალებით რომელთანაც საერთაშორისო კომერციულმა ბანკმა გაუშვა საქართველოს ბანკმა ბანკის თანამშრომელმა ეხლა გაუშვა ხო ანუ მან ბანკის ვალი დაფარა, ანუ ბანკის წარმატებულად შეასრულა თავისისა, ასე ვთქვათ, მისი მაჩვენებელი გაუმჯობესდა და უცებ ის პრობლემები, რაც ვთქვათ, კერძო პირს დაემართა, რაც ქალბატონ მარინეს და ის უკვე ოფიციალურ სტატისტიკაში აღარ მონაწილეობს. აი სოციალური კვლევის საჭიროება სწორედ მაგიტომ წარმოიშვა, რომელზეც ბიკო მილაპარაკა, რომ ესეთი ხალხი, ვინც ვთქვათ, აი კერძო ურთიერთობებით და კერძო მევახშეებთან ურთიერთობებით იძულებული არიან თქვათ მათთან დაიჭირონ საქმე ესეთი ხალხის სურათი საერთოდ არ ჩანს ოფიციალურ სტატისტიკაში რა ეს კი რა თქმა უნდა თქვათ ამ იმას ამახინჯებს და როდესაც იგივე თქვათ აი გუშინდელ დღეს აი ჩვენ წარმატებულ ეკონომიკაზე მიდის საუბარი ხო ამ შემთხვევაში თქვათ აი ეს ხალხი ვინც გამოსახლების პირას არის თქვა, ხო ისინი დამალულები არიან აბსოლუტურად ამ სურათიდან. ხო, და ბუნებრივად ცოტა ძნელია ეხლა თქვა აი ეკონომიკურ ასპექტებზე საუბარი, როდესაც არ არის საშუალება რაღაც სტატისტიკური მაჩვენებლები, ოფიციალური რაღაც სხვადასხვა ინდექსები გამოიყენო, იმიტომ რომ დღევანდელი ფორმატი არ გვაძლევს ამის საშუალებას, მაგრამ როდესაც ჭარბვალიანობის პრობლემა თვითონ სახელმწიფომ და იმან აღიარეს, ოღონდ ეს თქვათ კერძო საუბრებში და უბრალოდ ისე საუბრებში თქვათ ოფიციალური პირებთან აღიარეს, რომ ესეთი პრობლემა არსებობს, ეროვნულმა ბანკმა ეს ყველაფერი ახსნა შემდეგნაირად, რომ ფინანსური განათლება აქვთ მოსახლეობის ფინანსური განათლება არის დაბალი და უნდა ეს ფინანსური განათლება იმას ავქნათ, რა ქვია, გავაუმჯობესოთ და ამით გამოსწორდება პრობლემები. ერთი მხრივ ხო ყველაფერი სწორად არის ნათქვამი, რომ თქვათ აი ფინანსური განათლება თუ გაუმჯობესდება ამაზე კარგი რა იქნება, მაგრამ რომ ნახოთ ეს ოფიციალურად უწერია თქვათ ეროვნულ ბანკს თავის ანგარიშში რას გულისხმობს თქვათ აი რას გულისხმობს ფინანსურ განათლებაში და რას გულისხმობს რომ დაბალია ფინანსური განათლება მოსახლეობის. ნუ აქ მას ესეთი ის აქვს მოყვანილი რომ მოსახლეობა არ ზრუნავს დანაზოგის გაკეთებაზე და განსაკუთრებით ეს თქვათ დანაზოგის გაკეთებაზე არ ზრუნავს სოფლის მოსახლეობა და აი თითქოს შოკის მომგვრელი ის არის, ხო აი როგორ შეიძლება ეროვნულმა ბანკმა, რომელიც ასე ვთქვათ რესურსების სიმცირეს ნამდვილად არ განიცდის, ხო ესეთი რაღაცა დაწეროს და ეს ოფიციალურად იმასაც თქვას რომ აი მოსახლეობა დანაზოგზე არ ზრუნავს, როდესაც მოსახლეობის დასაქმებული მოსახლეობის, მოდი ესე ვთქვი, დასაქმებული მოსახლეობის, რომელიც არის დასაქმების მხრივ, როცა საქართველო არის სოფლიოში მეხუთე ადგილზე ბოლოდან და გვისწრებენ მხოლოდ 2 წელი ომში მყოფი უკრაინა, სომალი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და მეოთხე მგონი სუდანია აღარ მახსოვს, ესე იგი და მათ შორის მათ შემდეგ მეხუთე ადგილზე დასაქმების მხრივ ჩვენ ვართ. აი ამ დასაქმებულთა დაახლოებით 60%-ზე უფრო მეც 1700 ლარზე ნაკლებია ხელფასი და ეს 1700 ლარი ერთი წლის წინ იყო
საცხოვრებელი ხელფასი, ანუ ის ხელფასი, რომელიც მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს ერთი ადამიანის რა, ოჯახის კიდევ უფრო მეტია. ანუ ისიც მომენტია და 500 ლარა ეს იმან როგორ უნდა ეროვნული ბანკი ან მთავარი შეცდომა, მთავარი დანაშაული მის ის არის, რომ ადამიანების ამ იმას რა ქვია, ასეთ მდგომარეობას არ უყურებს სერიოზულად, არ ცდილობს რეალური პრობლემების გამოკვლევას და რაც კიდე ამ კვლევამ გვაჩვენა ჩვენ არის ის, რომ მთავარი მიზანი მისი არის ფინანსური ინსტიტუტების მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი მოგების გაზრდა. დანარჩენი თქვათ, ხო, ეს არის უკვე მეორე ხარისხოვანი და მოსახლეობა მისთვის წარმოადგენს უბრალოდ რესურსს იმისთვის, რომ საბანკო დაწესებულებები, სესხის გამცემი დაწესებულებები და მეტი სარგებელი მიიღონ. ანუ აქ ამას ამით დავასრულებ ახლა ერთ რამეს ვიტყვი. აქ ჩვენ ვეჯახებით კიდევ ერთ პრობლემას, რომელიც, ეს მარტო ერთი იმის პრობლემა არ არის, ასე ვთქვათ, რა, ეროვნული ბანკი ყავს ცუდი და დანარჩენი ყველაფერი კარგად არის. გარდა იმისა, რომ ეკონომიკის სხვა ისინი, ვთქვათ, ვისაც ეხება ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი ცოდვა არის ძალიან დიდი, ასევე აქ ჩანს ის სავალალო მდგომარეობა, რასაც ჩვენ უმაღლესი დაწესებულებები, სასწავლო დაწესებულებები და აკადემიური სფერო, როგორშიც ჩვენი უმაღლესი დაწესებულებები და აკადემიური სფერო იმყოფება, რადგან ასეთი რაღაცეების კვლევას სწორედ აკადემიური სფეროს პრედიკატივა კი არა, ვალდებულება, ის მუდმივად ამას უნდა იკვლევდეს, მიზეზებს ნახულობდეს, რეკომენდაციებს იძლეოდეს და მისი ერთ-ერთი მთავარი ის აი ეკონომიკური სექტორის უმაღლესი განათლების ეს უნდა იყოს აკადემიური სფეროს, რომ მსგავსი პრობლემები რომ არ იყოს, რა უნდა შესთავაზონ მათ იმას რა ქვია მთავრობას და სამწუხაროდ უკეთ ესეუში ლექციები არ მიმდინარეობს, არის საგამოცდო პერიოდი და სტუდენტები ზუსტად საგამოცდო ცენტრის დაკავებით და ბლოკირებით სწორედ ცდილობენ, რომ უნივერსიტეტის ნორმალური ცხოვრება, რომელიც ამ არანორმალურ დროში წარმოუდგენელია, სწორედაც ეს შეარყიონ. სტუდენტები მაისის სტუდენტური მოძრაობა უერთდება საერთო პროტესტს და მათი მოთხოვნა, საერთო სახალხო პროტესტს, მათი მოთხოვნებია პირველ რიგში ყველა დაკავებული, უკანონო დაკავებული სტუდენტების და ასევე ნებისმიერი სხვა მოქალაქის გათავისუფლება, ასევე მათ აქცენტი აქვს და ყურადღება აქვთ იმ პრობლემებზე, რომლებიც ზოგადად როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე ზოგადად საუნივერსიტეტო დონეზე საქართველოში არსებობს წლების მანძილზე. მათი სხვა მოთხოვნებია საერთო სტუდენტური საცხოვრებლების აშენება ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის წლების მანძილზე. უნივერსიტეტის სხვადასხვა თაობის სტუდენტები და მათ შორის მაისის სტუდენტური მოძრაობა წლები ამ მოთხოვნას აყენებს და მანამდე ძალიან მრავალი წლის მანძილზე მრავალი თაობის თესეულის სტუდენტები ამ მოთხოვნით ვიბრძოდით სხვადასხვა წლებში, რა ვიცი, 10-15 წლის წინაც კი. კიდევ ერთი მოთხოვნა ეს არის სტიპენდიების გაზრდა სახელფასო, აი წეგან ვალების პრობლემას ეხებოდა ჩვენი დღევანდელი დისკუსია და სტიპენდიების დას საცხოვრებელ ხელფასამდე, იმიტომ რომ თუ კი საუბარია და სახელმწიფო ამბობს ფორმალურად მაინც რომ განათლება არის მისი პრიორიტეტი, სახელმწიფოს მიერ დაწესებული სტიპენდია არ შეიძლება იყოს რაღაცა ოდნავ დიდი ვიდრე რაღაცა რაც არის საარსებო მინიმუმი, ის უნდა იყოს ღირსეული. თუ კი ჩვენ ვაფასებთ განათლებას ცოდნას და ღირსეობას ვეპყრობით. და კიდევ ერთი მოთხოვნა სტუდენტების არის ზოგადად განათლებაში სახელმწიფოს მეტი ხარჯების და ეს ხარჯი უნდა იყოს მიზნობრივი და ეფექტური და ამავე დროს სახელმწიფო უნივერსიტეტებში არსებული სწავლის გადასახადის შემცირება.
სტუდენტებისთვის ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნას იქნება ეს საერთო საცხოვრებელი, იქნება ეს ღირსეული სტიპენდია თუ სწავლის გადასახადის შემცირებას აქვს უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტური მნიშვნელობა, იმიტომ რომ ათასობით სტუდენტებისთვის დღეს სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირება და აქტიური მოქალაქეობა საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა იმ ფონზე, როდესაც სტუდენტებს, განსაკუთრებით რეგიონიდან ჩამოსულ სტუდენტებს, რომელსაც უწევთ მუშაობა სწავლის პარალელურად საკმაოდ ძიმე პირობებში მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ და ამას ყოველ უთავსებენ სწავლას, ამავე დროს აქციებზე დგომას, იტანენ აქციებზე გაზის ყლაპვას და ცემას. ეს არის უდიდესი გმირობა მათი მხრიდან. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სტუდენტების პროტესტი კიდევ უფრო კარგად გვესმოდეს, იმიტომ რომ დღეს დღევანდელ საქართველოში სიღარიბე სტუდენტებში და ახალგაზრდებში ზოგადად კიდევ უფრო მწვავედ დგას, ვიდრე მთლიან მოსახლეობაში. მათ შორის უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ისევ ახალგაზრდებში დგას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოციალური შინაარსი, რაც აქვს ამ პროტესტს, ასევე არ გამოგჩეს. ეხლა თქვენის ნებართვით მე მგონი ღირს რომ წავიკითხოთ მიმართვა, მცირე მიმართვა არის მაისის სტუდენტური მოძრაობის და მინდა რომ წავიკითხო და ამით მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვაცხადოთ. ასევე სტუდენტები გთხოვენ რომ ამ ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელებას რომ ხარი დაუჭიროთ, იმიტომ რომ მათაც ექნებათ თვითონ უნივერსიტეტის მხრიდანაც და რეჟიმის მხრიდანაც რეპრესია, ამიტომ მაქსიმალურად ხარი დაუჭიროთ ყველანაირი ფორმით. მისვლა იქნება თუ ინფორმაციის გავრცელება და სხვა შემთხვევაში. ეხლა წავიკითხავ მათ მიმართვას და შემდეგ ხმამაღლა დაუჭიროთ ერთხმად სოლიდარობა და გამოვხატოთ ჩვენი ოვაციებით მათ მხრიდან ხარდაჭერა. სახელმწიფოს და უნივერსიტეტს ესმის ჩვენი წინააღმდეგობის სიზუსტე. ეს არაერთხელ უნახავთ და ახლაც ხედავენ. საუნივერსიტეტო ცხოვრება ვერ იქნება მშვიდი, თუ სტუდენტებს დაიჭერენ, სცემენ და ასახიჩრებენ. წაართმევენ ცხოვრების აუცილებელ პირობებს, საცხოვრებელს, სტიპენდიას, ბანკის ვალებით გადაახტევინებენ სწავლის საფასურს. წაართმევენ ფიზიკური თუ სოციალური ცხოვრების ყველა პირობას. ამიტომაც ჩვენი წინააღმდეგობა ზუსტი და გადაუდებელია. ქვეყანაში ნაცემი, დაჭერილი, დასახიჩრებული, მომავალ წართმეული სტუდენტები დადიან. ამ წამს გამაგრებულები ვართ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩვენი საზოგადოებისთვის აუცილებელი მოთხოვნებით. სტუდენტებისა და საზოგადოების მხარდაჭერა აუცილებელია, ვინაიდან სახელმწიფოსა და უნივერსიტეტის სადამსჯელო რაზმი ჩვენს წინ იწყებს მობილიზებას. უნდა გვესმოდეს უნივერსიტეტში ჯაბასამუშიას ადმინისტრაციის ქვეშ სპეცრაზმის დაბანაკება და ხალხისთვის ფიზიკური ანგარიშწორება უკვე ვნახეთ. ამიტომაც მოუწოდეთ რექტორას და ადმინისტრაციას არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც დააზიანებს სტუდენტებს. უნივერსიტეტის ტერიტორია არის სტუდენტების და აქ არცად ძალოვანს დაცვის ფორმებში გადაცულ პოლიციელებს არაფერი ესაქმებათ. რჩებით უნივერსიტეტში ვაგრძელებთ ბრძოლას დაპატიმრებულებისთვის, საცხოვრებლისთვის, სტიპენდიისთვის, ხელმისაწვდომი განათლებისთვის. სოლიდარობა სტუდენტებს! სოლიდარობა რეჟიმის პარტნიორებს! სოლიდარობა ყველა ჩაგრუს! გამარჯობა. ცეცხლი ოლიგარქიას, მშვიდობა ჩვენ, სოლიდარობა სტუდენტებს, სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს, სოლიდარობა მზიას. მზიას, რომელიც არის სინდისის პატიმარი, ისევე როგორც იყო სინდისის პატიმარი ნაზი შამანაური. და დღეს ამ მოვლენების ფონზე, მაშინ როდესაც არის რეპრესიული რეჟიმი, მაშინ როდესაც იჭერენ ჟურნალისტებს, მაშინ როდესაც ყველგან სადაც ხელი მიუწვდებათ, ხდება დეზინფორმაციის გავრცელება. უნდა გავიხსენოთ ალბათ ნაზი, რომელიც იყო ჟურნალისტი დუშეთის მუნიციპალიტეტში, დუშეთის რაიონში და 1982 წელს ვაჟაობაზე, რომელიც დიდი მოვლენა იყო იმ დროს და თავს იყრიდა ყველა პოლიტიკოსი, ჩინოვნიკი ალბათ იმ დროს, ყველა გამოჩენილი სახე გამოვიდა სცენაზე და უშიშრად ამხილა კომუნისტური რეჟიმი, უშიშრად ამხილა თავისი 70 გვერდიანი მამხილებელი წერილით. და მაშინ, როდესაც ამას უსმენდნენ ხალხი, ხედავდნენ, არ ჯეროდა თუ იმას შეიძლებოდა გამოსულიყო და იმ გაგანია კომუნიზმის დროს ღიად ეთქვა ელაპარაკა იმ ბოროტების შესახებ, რაც ხდებოდა მაშინ საქართველოში. და არ აღმოჩნდა მაშინ ადამიანი,
არც ერთი ცნობადი სახე ვინც იქ იყო, არც ერთი გამოჩენილი მწერალი, ვინც გვერდში დაუდგებოდა და როგორც გიგლა ვინც იქ იყო ოჩიაური მე იხსენებდა, თვალს არიდებდნენ და იმალებოდნენ მაშინ, როდესაც პოლიციამ დაიჭირა და გაიყვანა ნაზის სცენიდან. ნაზი დაკავებული ყავდათ, აბრალებდნენ ფსიქიკურ აშლილობას, კონალობდნენ პრეპარატებით, დენით, შოკით და 70 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც არ თქვა უარი თავის ხილებაზე, ბოლომდე დარჩა თავისი სიმართლის პოზიციაზე და 1993 წლის იანვარში მოკლეს სცენით. ანუ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დაუდგინდა სიკვდილი და დაუდგინდა, რომ ეს იყო ცემით მოკლული. დღეს ჩვენ არ უნდა გავჩუნდეთ, დღეს ჩვენ უნდა ამოვიღოთ ხმა იმ ძალადობის წინააღმდეგ, რაც ხდება ქვეყანაში. მაშინაც მაშინდელი მილიცია მოქმედებდა კანონის ფარგლებში, ასრულებდა უკანონო კანონებს. დღესაც რეპრესიული რეჟიმი ღებულობს უკანონო კანონებს და ჩვენი მილიცია სამწუხაროდ ხშირად ზედმეტად თავგამოდებით ცდილობს დაიცვას ეს უკანონო სამართალი, მაგრამ ჩვენ აღარ უნდა ვიყოთ ჩუმად ხმად. ჩვენ უნდა ამოვიღოთ ხმა და ვამხილოთ რეჟიმი ყოველთვის. და აღარ უნდა იყოს მარტო, არც მზია, არც სხვა ჟურნალისტები, ვინც იბრძვიან დღევანდელი რეჟიმის წინააღმდეგ. ისტორია ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით მინდა რაღაცა პატარა ინფორმაცია მოგაწოდოთ. ორი თვე ხდება უკვე, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან ადამიანების, ასე ვთქვათ, უწყვეტი პროტესტია. ადამიანების გარკვეული ნაწილი მოდის და მერე უერთდება რუსთაველის მთავარ მოთხოვნებს და ეს არის ძალიან დასაფასებელი, ოღონდ აი ხვალიდან ვეცდები უფრო, ასე ვთქვათ, თემა კიდე სხვა ჭრილშიც წავიყვანოთ და ამაში მჭირდება თქვენი მხარდაჭერა და თანამშრომლობა. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, რამოდენიმე ადამიანი ვიწყებთ მცდელობას, ეს ინფორმაცია, რომელიც აგროვდება ამ ადამიანების ღრმა კომპეტენციების მქონე ადამიანების, ასე ვთქვათ, მონათხრობი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდოთ რეგიონებს. დაუკავშირდი ჯერჯერობით გავედით 5 რეგიონზე და 5 რეგიონი მზად არის იმისთვის, რომ ადამიანების ხმა ჩაიტანოს ბოლო სოფლებამდე და მოსახლეობამდე და ამას ძალიან ვთხოვთ. ძალიან კარგია, როდესაც ინფორმაცია აქ იკრიბება, მოდიან კომპეტენტური ადამიანები და საუბრობენ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაში დგას, მაგრამ სამწუხაროდ ამ ინფორმაციის გასვლა და მასობრივად ამ ინფორმაციის მოდება არ ხდება ქვეყანაში. ამიტომ დიდხანს ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა რომ ამ კუთხით გაკეთებულიყო. ხვალიდან ვიწყებთ, ასე ვთქვათ, პირველ მცდელობას მთავარ მოთხოვნებზე. ეს არის ორი მოთხოვნა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და პოლიტპატიმრების და უпростоროდ პოლიტიკური მძევლების გათავისუფლების შესახებ სხვადასხვა თემაზე მოსული სპიკერები, რომლებიც აქ საჯარო დისკუსიაში მიიღებენ მონაწილეობას და საჯარო დისკუსიების ფორმატს მივიღებთ, იმიტომ რომ საზოგადოების, ასე ვთქვათ, ჩართულობა ამ ადამიანებთან დიალოგი არის ძალიან მნიშვნელოვანი და დავიწყებთ მედიის თემით, იმიტომ რომ მედიის თემა დღეს არის ყველაზე ცხელი, ყველაზე მწვავე და სამ ბლოკად. პირველი ბლოკი იქნება რა მივიღეთ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, როგორი იყო დინამიკა ყველა სფეროში, რა შეცდომები დაუშვით, როგორც საზოგადოებამ, რა გამოგვეპარა, რა რეალობა მივიღეთ და დისკუსიის თემა იქნება ასევე რა უნდა გავაკეთოთ, რა არის ის ინდიკატორები, ყველაზე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, წერტილები, რომელზეც შემდეგში აუცილებლად უნდა ქონდეს რეაგირება საზოგადოებას, რომ როგორც კი გამოჩნდება ეს იმპულსები, ეგრევე ქონდეს ადეკვატური რეაქცია და ძალიან, ასე ვთქვათ, ხისტი პროტესტი ამ დანაშაულებებთან დაკავშირებით. ხვალგვეყოლება პირველი, ასე ვთქვათ, სპიკერი გურამ როგავა, საერთოდ ვფიქრობთ 2 ან 3 სპიკერს, რომელსაც, ასე ვთქვათ, მედიის წარმომადგენლებს, გურამ როგავა ნამდვილად იქნება, თუმცა აი დღეს საღამოს გამიდასტურებენ დანარჩენებით, 3 სპიკერი გვეყოლება, მე იმედი მაქვს, რომ საინტერესო დისკუსია გამოგვივა. არ მინდა რომ იყოს დისკუსია ხანგრძლივი, ასე ვთქვათ, სპიკერების პრეზენტაციები 15 წუთზე შევთანხმდით, იმიტომ რომ რეგიონებში სოციალურ მედიაში გავავრცელოთ ყველა სოციალური, ასე ვთქვათ, პლატფორმაზე
ვიდეო ჩანაწერები ამ ადამიანების მიერ, რაც იქნება, ეს იქნება ტელევიზიები, ადგილობრივი რადიოები, ასევე ყველა ის ჯგუფები, დიდი ჯგუფები, რომელსაც ყავს სოციალურ მედიაში ბევრი მომხმარებელი და აქტიური მომხმარებელი. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ კიდე სხვა ჯგუფებთან გაერთიანებას და ყველა იმ თემის სიღრმისეულ გაშლას, რაც დაეხმარება რეგიონებში ადამიანებს ღრმად ჩაუფიქრდნენ ამ თემას, გაანალიზონ და მივიცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ალტერნატიული ინფორმაცია შევთავაზოთ. და ფიქრობ, რასაც უნდა აკეთებდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, სამწუხაროდ დღეს საზოგადოებას გვიწევს ამისი გაკეთება და ადამიანები გადავთოთ იმ ტალღაზე, რომ მიხვდნენ 101 მილიონს, რაში მივხვდით და რამდენად უსამართლოდ გვექცება სახელმწიფო და როგორ უპარავს იმ ფინანსებს, რაზეც უნდა ხარჯავდეს ამ ფინანსებს და ადამიანებს უნდა აწვდიეთ ობიექტურ, სამართლიან და ასე ვთქვათ, არამიკერძოებულ ინფორმაციას. ამიტომ ხვალ 8 ნახევარზე დავიწყებთ, ვინაიდან 7 საათი ისედაც საზღვაოსთან დაანონსებულია, მაგრამ 8 ნახევრისთვის იკრიბებიან ხოლმე ადამიანები. მე გაგავსო აი ესე დაკვირვებული ვარ. 8 ნახევარზე დავიწყებთ, 9 ნახევარზე დავასრულებ და ტრადიციულად შემდეგ შევუერთდებით რუსთაველს. დიდი მადლობა და ხვალ გელოდებით. ჩუმენა და წავიდა. დაგაბრება არ დავივიწყებ ჩაგვრას, არ გაგატიებ ტერორს. არ თქვა ტერორს.
ყველას ხო არხით მალე რუსთაველი გადაკეტილია უკვე შეუერთდით რუსთაველზე ხალხს Yeah.
მშვიდობა არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა უსამართლო სასამართლო ხალხის ძალის გეშინოდეს უსამართლო სასამართლო ხალხის ძალის გეშინოდეს უსამართლო სასამართლო ხალხის ძალის გეშინოდეს ყველგან პოლიცია არსად სამართალი ყველგან პოლიცია არსად სამართალი ყველგან პოლიცია არსად სამართალი არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა უსამართლო სასამართლო ხალხის ძალის გეშინოდეს უსამართლო სასამართლო ხალხის ძალის გეშინოდეს უსამართლო სასამართლო ხალხის ძალის გეშინოდეს არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა ყველგან პოლიცია არსად სამართალი ყველგან პოლიცია არსად სამართალი ყველგან პოლიცია არსად სამართალი არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა უსამართლო სასამართლო ხალხის ძალის გეშინოდეს უსამართლო სასამართლო ხალხის ძალის გეშინოდეს უსამართლო სასამართლო ხალხის ძალის გეშინოდეს არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა გამხაბარეში თავისუფლება თქვენ გამხაბარეში თავისუფლება თქვენ გამხაბარეში თავისუფლება თქვენ უსამართლო სასამართლო ხალხის ძალის გეშინოდეს უსამართლო სასამართლო ხალხის ძალის გეშინოდეს უსამართლო სასამართლო ხალხის ძალის გეშინოდეს არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა გამხაბარეში თავისუფლება თქვენ გამხაბარეში თავისუფლება თქვენ არ დავივიწყებთ ჩაგვრას არ გაბადიეთ წეროს არ დავივიწყებთ ჩაგვრას არ გაბადიეთ წეროს არ დავივიწყებთ ჩაგვრას არ გაბადიეთ წეროს არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა დაკანონებულ უსამართლობაში წინააღმდეგობა გარდაუვალია დაკანონებულ უსამართლობაში წინააღმდეგობა გარდაუვალია დაკანონებულ უსამართლობაში წინააღმდეგობა გარდაუვალია ძალაუფლება ხალხს ძალაუფლება ხალხს ცეცხლი ოლიგარქია ცეცხლი ოლიგარქია ცეცხლი ოლიგარქია ცეცხლი ოლიგარქია ცეცხლი ოლიგარქია ცეცხლი ოლიგარქია მადლობა What's the one monitor? How? What's wrong? Madlova. What's wrong?
აი ამოვატრია. ანობა. კარგი დღე. უკვე 12-ის ნახევარია, შეცოტავდა აქეთ ამ მხარე, მაგრამ აქეთ კაი ბლომადაა. და ნუ რა ვიცი, ალბათ 12-ისკენ მაქსიმუმ პირველი წუთებისკენ ეგ ხალხით ეს გაჟონა არჩევნების თემა სტროშა აი კიდე იქამდე დგანა ცისფერი გალერეას რო ეძახიან იქამდე 12-ის ნახევარზე ასეთი სიტუაციაა მე წავედი დროებით შემდეგ ვიდეომდე შემდეგ ხატრობამდე ან სადმე ან გალერეამდე ან ასე შემდეგ ვერ ვაზროვნებ დროებით კარგი დღე 2024 ჯუჯების სტუდია რუსთავ fuck the system შენ მირთხავ მე ვდგავარ ვიბძ შენ გუდავ მე ვდგავარ ვიბძ შენ მესვრი მე ვდგავარ ვიბძ ვდგავარ დავანგრიოთ სისტემები თავისუფლებს გვინდა რა საღებავი კედლები და გამოფენა ქუჩაში